უძველეს დროს, როცა მზე ჯერ არ დაბადებულიყო, დედამიწაზე პატარა გოგონა ცხოვრობდა. ერთხელ გოგონა ტყეში წავიდა, სიბნელეში გზაებდა და დაიკარგა. ტირილი უნდოდა და იტირაგილեց. გული რომ მიჯერა, იქვე კუნძზე წამოჯდა და ჩაეძინა. ეს იზბრა, ვითომ ტყეში იყო, ირგვლივ ბნელოდა, მას კი ეშინოდა. უცებ დედა დაინახა. რატომ ტირიდე? ბნელა და მეშინია დედიკო. ნუ ტირი, ნახე, ყვავილები მოგიტანე. ცაში აისროლე და წყდიაც დაამარცხებ. გოგონას გამოიღო. ბუჩქთან ციცინათელები შენიშნა. პატარები წყდიაჩი ციმციმით ირთობდნენ თავს. მიუახლოვდა. ერთ-ერთი დაიჭირა და ცაში აისროლა. მერე პატარას არ მოეწყინოსო და სხვებიც ატყორცნა. ასრულდა გოგონას სიზმარი. ციცინათელები ვარსკვლავებად იქცნენ და დედამიწას შუქი მოხფინეს. ცაში ცურვით ისე გაერთნენ, ვარსკვლავებმა ვერც კი შენიშნეს გოგონას შინისაკენ გზა რომ გაუნათეს. როცა ცურვით გული ჯერეს, გოგონა მოიგითხეს, მადლობის თქმას ურდათ, მაგრამ დააგვიანდა, ვეღარ იპოვეს. გავიდა დრო, დაიბადა მზე. ვარსკვლავები გაუფერულდნენ. მაგრამ ღამით, როცა მზე იძინებს და უჩინარდება, ვარსკვლავები კვლავ ჩნდებიან და ციმციმს იწყებენ. ამბობენ, პატარა გოგონას ეძებენ, რომ მოეფერონ და მადლობა უთხრანო.